ხო და ერთ რაღაცა მინდა რომ გავიხსენო. ჩვენი წარსულიდან. ჩვენ ყავდა იაპონური ნისანი. ხო. ის ყავდა რა ქვია. ნისანსანი ყავდა და იმასაც არ ეწერა ცხენი რამდენი ქონდა. ხო დაჟე მანქანას რომ ვიფორმებდი, ხო? ხო. ძრავიც კი არ იცოდნენ რომ 2-დან 0 ქონა ჩვენ მანქანას. იმიტომ რომ მონაცემთა ბაზაში არ იყო მითითებული 2-დან 0 ძრავი. იყო 1 და 4 ძრავით. სტანდარტული ვერსია. ხო, აი ეგეთ რაღაცებს აკეთებდნენ ხოლმე იაპონი. ხო. და თან ის მანქანა ქარხნულად ეგრე იყო აწყობილი. ქარხნულად ეგრე იყო აწყობილი, თან იყო ამერიკული ბაზრისთვის გაკეთებული. ამერიკული ვარიანტი იყო. მარცხენარული იყო. 4 ფარიანი იყო. 4 ხო, 4-ფარიანი. 4 ფარიანი იყო. ნუ მოკლედ სხვანაირი იყო რა. ხო და ცხენის ძალებიც ხო ბოდიში გაწყვეტინებ, ცხენის ძალებიც ეწერა, რომ უნდა ქონოდა 130 თუ რაღაცა ცხენი. ხო, მეტი კი არა. და ჩვენ მანქანას გქონდა 210 ცხენი.